ბირთვული ობიექტების მშენებლობასა და მათ ექსპლუატაციას საქართველოს კანონმდებლობა აღარ გაგრძელავს. Როგორც გარემოს დამცველები განმარტავენ, საქართველოში მსგავსი მასშტაბის ბირთვული ობიექტების მშენებლობა საშიშროებას არა მარტო გარემოს დაბინძურებას, არამედ ადამიანთა სიცოცხლესაც უქმნის. კანონში შეტანილ ცვლილებებს რატომ უკავშირებენ სახელმწიფოს ინტერესს და შესაძლოა თუ არა ამ ფაქტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს. დეტალებით აინთ თამაზაშვილი. ბირთვული ობიექტების მშენებლობა და მათი ექსპლუატაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული აღარ არის. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილება გუშინ შევიდა. Როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტავენ, საქართველო არაერთ საერთაშორისო კონფერენციას მიუერთდა და ქვეყნის კანონმდებლობაში მათი სტანდარტების გათვალისწინება აუცილებელი გახდა. სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბირთვული ელექტროსადგურის აშენებასა და მის ექსპლუატაციას სახელმწიფოს გადაწყვეტილების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეზობელი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. ეს ასე ვთქვათ შეზღუდვა არ მივიშნიეთ საჭიროდ, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა ბირთვული ძალური დანადგარი ააშენოს, იმის გამო შეზღუდვა არ არის. ეს მაშინ ეს უნდა იყოს ქვეყნის პოზიცია, უნდა იყოს თავის გადაწყვეტილება ამის შესახებ, საქართველოს ამის შესახებ გადაწყვეტილება არ აქვს. მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე კანონში შეტანილ ცვლილებებს სახელმწიფოს ინტერესს უკავშირებს. მისი თქმით, 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტს ფრანგ ინვესტორებთან 400 მილიარდიან პროექტთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკება ჰქონდა. 2007 წელში, როდესაც სააკაშვილი საფრანგეთში იყო ვიზიტით, მან იქ ჩუმად დაიწყო მოლაპარაკება ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან, ფრანგულთან, საქართველოში რეგიონალური მასშტაბის ატომური სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. რეგიონული მასშტაბი იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს დაახლოებით ჩერნობილისა და ფუკუსიმა რო აფეთქდა იმ სიდიდის ატომურ სადგურს. მაგრამ ეს კანონი ხელს უშლიდათ მაგათ. ეს არის დაახლოებით 3-4 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი. აი ამდაგვარი ატომური სადგურის მშენებლობა. და რა თქმა უნდა, ის კომპანია, რომელიც ესე იგი, რომელსაც უჭირს ახლა თავისი პროდუქციის რეალიზება, იმიტომ რომ აღარავინ აღარ აშენებს სოფლიოში ატომურ სადგურებს, არა ატკატის სახით მე როგორც ვიცი 10% იძლევა. ოღონდ ეს პროექტი ასე თქვა დაუკვეთო და აშენებინო და ეს არის დაახლოებით 300-400 მილიონი ევრო. როგორც გარემოს დამცველები განმარტავენ, საქართველოში მსგავსი მასშტაბის ბირთვული ობიექტების მშენებლობა საშიშროებას არა მარტო გარემოს დაბინძურებას, არამედ ადამიანთა სიცოცხლესაც უქმნის. 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული, დაბინძურებულმა ღრუბელმა საქართველომდეც მოაღწია. გასულ წელს კი ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ უკვე არსებული ბირთვული საწარმოების დახურვა გადაწყვიტა.